ეს მოტოსფეროა მოგესალმებით. არხის გენერალური სპონსორია Total 100. დღეს ვიმყოფებით Crossboss Family-ში. აგერ ჩვენი მასპინძელი ბატონი ზაზა ქსოვრელი, მოგესალმებით ბატონო ზაზა. კარგად, მადლობა. ესე იგი, სანამ დავიწყებთ უშუალოდ აკაურობოზე საუბარს, მაყურებელს 1-2 თვით ვაუხსნათ. რა მოტოციკლეტები გვიყენია უკან საერთოდ, რას წარმოადგენენ, ვინ არიან? რა სხვაობა არის ამ მოტოციკლეტებსა და სპორტს და სტრიტს შორის, ну, იმ მოტოციკლეტებს შორის, რასაც ყოველდღიურად ხვდებით ალბათ ქუჩებში. და ეს რო ავხსნათ რამდენიმე სიტყვით უბრალოდ რა განსხვავება არის და რა უპირატესობებია კამას. მიხარია რომ ხედავთ ჩემთან სტუმრად. ის რა არის უპირატესობაზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ რადიკალური სხვაობებია მოტოებში, სხვადასხვა სფეროა და სხვადასხვა გაზომილება, ესე რომ ვთქვათ. არის მოტოციკლეტები, რაც გვიყენია აგერ და ხედავთ, არის აი ამ ზედაპირისთვის, არის სპორტული ტექნიკა უფრო იმ მიმართულებით, რომ აი შეგვიძლია მაგალითად ეხლა ეს პატარა დახურულ ტრეკზე ამოვიდეთ და ზუსტად 1 საათში აი ამოვიცუროთ მაქსიმალურად, ენერგიას გულისხმობ რა და განსხვავება ართვის სტილში, როგორც ჩაცმაში და დახურვაში, საერთოდ რადიკალურად სხვადასხვაა რა. რასაც მე ნელა უკვე ეტაპობრივად ნახავთ და გავიგებთ და ზუსტად გაჩვენებთ რა თქმა უნდა. გვასწავლეთ, იმიტომ რომ ჩვენც შეიძლება აგერ წლები არის მოტოციკლეტს მართავ, მაგრამ მსგავს ტიპის მოტოციკლეტთან შეხება მე პირადად არ მქონია რა. კი, აი აღნიშნავ იმას, ხშირია შემთხვევები, მოდიან ადამიანები, ვინც მართლა ატარებს მოტოციკლეტს, დიდი ხანია შეხება აქვს, მაგრამ აქ რომ მოდიხარ და იწყებ ამ მოტოსთან კონტაქტს, ხვდები რომ საერთოდ ნულიდან დაწყები. ერთადერთი რაც არის, რასაც მადვილად ვაკეთებთ, ვიძურებით და ვჩერდებით. დანარჩენი არის რადიკალური სხვაობა და ჩავთვალოთ, რომ მართლა ნულიდან ვიწყებთ ამ ყველაფრის სწავლას. ხო, ამ ყველაფერს ესე იგი თქვენ შეგვასწავლეთ. რა თქმა უნდა, მაგისთვის არის Crossboss Family ზუსტად, მაგისთვის ვართ ჩვენ და თუნდაც ადამიანმა მთავარია გამოხატოს მონდომება და სურვილი და დრო გამონახოს, არ იცოდეს ველოსიპედის მართვა, ნულიდან შეგვიძლია ვასწავლოთ შეგვიძლია ისე რომ უბრალოდ საკატაოდ წავიდეს და შეგვიძლია როგორც სპორტსმენი ისე აღზარდოთ და რა თქმა უნდა სერტიფიკატით მივცეთ. ჩემგან რა არის საჭირო, მაგალითად მე რა უნდა ვიქონიო? მაგისთვის მხოლოდ აღნიშნავ რომ არის მარტო მონდომება, დანარჩენი ადამიანს რომელსაც უბრალოდ მონდომება აქვს და დრო გამონახა ამ ყველაფრისთვის შეგვიძლია სრული ეკიპირებით მოვემსახუროთ, მოტოციკლეტი მივცეთ, ასევე ჩავვაცოთ დავუხროთ რა თქმა უნდა და არის ჩვენთან უსაფრთხოების წესები პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ჩაფხუტი, ჩექმა, სამუხლე, არმორი რაც არის აუცილებელია ამ სპორტში. მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარე დიდი არ არის, ადამიანი რომელიც მოვიდა და უნდა ისიამოვნოს, ის უნდა იყოს ნასიამოვნები და არა ტრამვირებული რა, მე ესე ვფიქრობ და თუ სწორად მიუდგებით, ესეც იქნება რა და ამისთვის არის მხოლოდ მონდომება საჭირო, დანარჩენი შეგვიძლია ჩავაცოთ, დავახუროთ, ვასწავლოთ და შეუძლია აქ არ ვიზღუდებით, არიან კატეგორია ადამიანების, ვისაც ყავს მოტოები, აქვს ჩასაცმელი და დასახური და ანუ შეუძლია ადამიანს მოვიდეს პირობითად ტრეკი იქირაოს, ტრენერი იქირაოს და ასე აიმაღლოს უნარჩვევები. ახლა ესე იგი მე და ჩემ მეგობრებს სიტყვაზე თუ ხელში ამოგვივიდა და მოგვეზრდა ის ყოველდღიური გართობა რაც ქალაქში არის და მოგვინდა უფრო ექსტრემალური გართობა, შეგვიძლია უბრალოდ დავრეკოთ, ამოვიდეთ და აქ რო ხდება ყველა. კი, რა თქმა უნდა, დამიჯერეთ ერთხელ თუ ამოგივიდათ ხელში ის ქალაქი და მალე დავდებთ მაგ შედეგს რომ პირადად თქვენ გიხილავთ, დამიჯერე ერთხელ აქ ამოსული კაცი გასართობად იქნება თუ ისე უბრალოდ რომ ტარება შეისწავლოს ამ სფეროსი, დამიჯერე აქედან შენ წამსვლელი აღარ ახარ. მეც ეგრე მგონია. რა მაინტერესებს, რამდენი ხანია რაც ეს სკოლა არსებობს და სამომავლო გეგმები რა გაქვს? სკოლა არსებობს მე-3 წელია. რასაც ჩაეყარა საფუძველი ჩვენი რაღაცა აი მოჯახური მოტოსპორტიდან მოყოლებული და სამომავლოდ ვიგეგმებით რომ გავიდეთ უფრო ფართო მასშტაბებზე, მოვიძიოთ სპონსორები და რა თქმა უნდა გავფართოვდეთ. სპონსორებს მიმართავ დაასპონსორეთ ეს კარგი ხალხი, რა ვიცი, მართლა კარგ საქმეს აკეთებენ, ხელს უწყობენ ამ სპორტის განვითარებას ქვეყანაში და
ჩემი აზრით, აი, ბევრი უაზრობის დაფინანსება ჯობია ესეთი რაღაცები დააფინანსოთ და რა ვიხეირებთ ყველა რა მოვალი თაობას და აგერ აქ ყავს ანდრია. კი, ანდრია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა დიდი ხანი არ არის, რაც ფუნქციონირებს, სკოლას ყავს უკვე საკმაოდ მიღწეული სპორტსმენი, 4 გზის საქართველოს ჩემპიონი, რომელიც აქ აღიზარდა და გაიზარდა და ვიმედოვნებთ, რომ აი ესე საქართველოს მასშტაბებს გაუცდებით და რა ვიცი, ვასახელებ საქართველოს, როგორც დღეს უკვე ბევრ სპორტში ქართველებმა ძალიან დიდი შედეგი დადეს და ვამაყობ მე ამ ყველაფერს და მინდა რომ ამ სპორტშიც ჩანდეს საქართველოს დროშა ფრიალებდეს. მოდი დროებით შენ დაგემშვიდობებით. შენ მე ტარებო გვასწავლე აქ ჩვენ. და აქავარ და ხო ხა იმებს ნუ მოხო რომ თევზი ავიდეთ და რაღაცა დავართხარ. არა, ჯერ დავიწყოთ ნულიდან და ვნახოთ მე შესაძლებლობები მე გამოჩნდება. და დაუძახოთ ანდრიას. ეხლა ანდრიას ინტერესი გვაქვს ჩვენს. კი ბატონო. ხარ ანდრია? კარგად თქვენ? კარგად. რამდენი წლის ხარ? მე ვარ 13 წლის. ეხლა რომ მოდიოდით და ჩავგვიშხუილა. რამდენი წლიდან ატარებ მოტოციკლეთს? მოტოციკლეთს და ზოგადად ესეც მოტორსპორტში ვარ 3 წლიდან. 3 წელი ნახევრის ვიყავი, პირველ შეჯიბრზე რო გავედი. იმის მერე სულ ტრანსპორტზე ვზივარ. ესე იგი მამამ დაგაწყებინა, ხო, მოგწავლა. მამა შეჯიბრი ხარ ხა? კი. ზაზა გესმის? რა წარმატებებისთვის გაქვს მიღწეული ხა? მე ვიცი რომ ძალიან ბევრ ტურნირზე გამოდიხარ. ზოგადად საზღვარგარეთ იყავი როგორც ვიცი. კი, მე ვიყავი ახლა იტალიაში ვიყავი, მაგრამ იტალიაში არ მქონდა საშუალება ჯერჯერობით რომ შეჯიბრზე გავსულიყავი. ან რაღაცა ისეთი. მაგრამ აქ ჯამში ვარ 21 შეჯიბრზე გასული. მაგ 4 პირველი ადგილი მოპოვებული, 7 მეორე და დანარჩენი სამიანი. ყველაზე სამეულში მაინც სულ ხარ. აგერ რა გინდათ შენ მიხედეთ ამ კაცს ვინმე შეამჩნიეთ რაღაცა და დააფინანსეთ და ასპონსორეთ რომ ამ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვარგარეთაც გაიტანოს და მე დარწმუნებული ვარ რომ გაიტან კიდეც. ეხა თუ ემზადები რომელიმე შეჯიბრისთვის? კი, ზოგადად ან მაისში არის ხოლმე, ან აპრილში შეჯიბრი და ეხა თან ახალი მოტოციკლეტი ყავს. მოტოციკლეტი ვაპირებ, შემდეგ შეჯიბრზე გავიდე. სეზონის გახსნა იქნება, ვერ მოვასწარი სამწუხაროდ, მაგ რა ქვია, სეზონის დამთავრებაზე და თელავში რო იყო ხო ეხლა? ხო, ანუ უფრო ძლიერ დაუბრუნდები კი. ემზადები ისე. ეხა პირველი შეგრძნებები არ გემახსოვრება, შენ ისეთი პატარა იყავი რომ დაიწყე ტარება და ზოგადად რაც გზნობ ხოლმე მოტოციკლეტზე როცა ჩდები და მართავ. ზოგადად ერთადერთი ცნობა მოტოციკლების ტარების დროს და ეგ არის ადრენალინი. კარგეშინია? არა. რამე სერიოზული ტრავმა რამე ხო არ ქონია? არა, ცხოვრებაში არ მქონია. ერთხელ ვარ გადმოვარდნილი, ეგეც ისევ ჩემს კაცთან ერთად ვიყავი და შეჯიბრი იყო, მეორეზე გავედი მაგ შეჯიბრზე და გადმოვარდი 12 საბურავებიდან. ძალიან მაღალი იყო და მაშინ გადმოვარდი რა. ხო, არა, ეხაც რო გიყურავდი იქ რაღაც სიმაღლეებზე ადიოდი, გადადიოდი. კი, მაგრამ ტრანვა ცხოვრებაში არ მიმიღია ზოგადად. შენ მაგივრად მე მეშინოდა, ეხა იქ თორე გადახვედი, თან ზაზამ დაიძახა სად მიდისო და. არა, ეს 5 თვით ეს ადგილი ზოგადად მე ბიძა შემოდა მამა ჩემმა გავაკეთეთ ეს იყო 3 წელი ნახევრის წინ, სანამ კროსბოს ფემილი საერთოდ დაიფუძნებოდა მაგამდე ეს ტრეკი გავაკეთეთ და იმის მერე არის კი. ანუ შენ გზა არ გჭირდება რა, თვალდახუჭული შემიძლია გავიარო აქ. ნახოთ. არა, პრობლემა. შენ სივლი ალბათ ჩვენთან ერთად და რა ვიცი, აი რა ცოდნად შენ გაქვს ახლა იქიდან თუ შეიძლება რაღაც რჩევა მომცე და გამიზიარო რა გავითვალისწინო ეხლა. ესე ხა რთულია. არ მოკვდე. კესი არ გაიტეხო რა. ხო, იმიტომ რომ მე ხა მაგალითად დავრუნჯდა რა. მოსგავში ფეხი დაშალე. რუსთავში მივლია რა ეს. როცა მოსახლეობაში შედიხარ ეს დაწვენილი, ფეხი უნდა გედოს. რო რამე რო დაგეცს რა, წამოაყენებ. ხო, აქ გიყურებდი ახლა ფეხს როგორ შლიდი რა მოსახლეობის შესვლისას. ანუ ძალიან მარტივია რომ დაიჭირო ფეხით.
მთლიან ძალას ამაზიატან და ეს წევს ბოლოს რა. ამ ყველაფერს გვანახებ, ხო? კი, აუცილებლად. დიდი მადლობა ანდრია, შენ ულევ წარმატებებს გისურვებ. იმედია გამოჩნდება ვინმე ვინც ამ გაიგats და სპონსორებს და უფრო გაუმარტივებს ამ საქმის კეთებას და ხელს შეუწყობს და რა ვიცი, მე მჯერა რომ საქართველოს სახელს გაიტან საზღვრებს გარეთაც და მე არ დაგვივიწყო რა. არა. დაიძრები თუ არა, მეორეში გადაიტანე და ყველა მოსახვევს გადიხარ მეორეთი რა. Просто პრინციპი არის მოსახვევში ცეპლენია თუ დაგჭირდა. Просто ფეხის დასადები ვერ ვიყოვე. აი მაგიტომ გეუნები 1-2 წრე ისე დაარტყი რომ ტექნიკას შეეჩვიო. ანუ ტექნიკა რო აიფისო რა, იმიტომ რომ იქ ფეხის დასადგმელზე არ დაიხედო და რაღაც და მაგ 1-2 წრე ისე დაარტყი და მე ნელა გავიხსნათ უკვე რა. დაძრავ თუ არა ეგრევე მეორეში გადაურთე და სტაბილური გაზეცადე რომ მოსახვევში აი ეგ ორგანოები არ გააკეთებინო. ეგ იწევს უკვე ამას რა ქვია აკეთიკით გაქცევას მოტოსი რა ისეთ სიჩქარე თუ დაგიწვა არაფერი არაა რა რაც თავარია ჩეკმა გაწვია სამუხრეკეთი არმორი გაკ ჩაფუტი გვაქვს რაღა მანდა მას მაგუსა მოიც ხელი არ მოკიდე მოიც რაღა დამპალი რაღა მაის მაგ მოსახვევში ეხა ანდრიას დაგიყენებ წინ და ნახე რატო რა ფეხები სადაც მივა მოსახვევში და ფეხს რასაც უშვება იმას უყურე ტემპს არ აჩქარდება რა ეხა რა ტემპსაც დაიჭერს იმ ტემპში გაყევი რა მოსახვევში სადაც ფეხს დაუშვებს აი ნახე მანდ მივხვდი მეც რომ ფეხი გეძახდი წერან იქაც და ვერ გაგაგონე წინ მიიწეცადე რომ ყოველთვის ეჯდი აქ რა აი ეგ არის ამის ოპტიმალური ჯდომა მამი ეხა ნახე ჩაუდექი წინ დაიძრები თუ არა მეორე ახლა იყავი ცოტა ფეხი ჩაუშვი დახარე და ფეხი დაეგრე დადე ფეხი მამუკ მეორეშია ეცადე რომ ეს არაკეთებინო ესე იგი, თავიდან ვფიქრობდი რომ ერთ-ორ სიტყვაში ჩავატევდი იმ ემოციებს, რა ემოციებიც ახლა განვიცადე, მაგრამ ერთ-ორ სიტყვაში ვეღარ ვატევ. იმიტომ რომ რაღაც აი სხვანაირი ადრენალინი მოაქვს, სხვანაირი შეგრძნებები მოაქვს რა და აი რო იძახდი რომ რაღაც დაძაბული და აი მართლა ფიზიკურად იმ ხელა მომზადება გჭირდება, მართლა აი გამეთიშა რა კუნთები რა, აი რა ვიარე ძალიან სულოვიარე და რავი აი სიტყვებს ვერ უძებდი რა. ეგა ზუსტად რომ ის შეიძლება ვისმენთ ლაპარაკობთ ვიძახით მაგრამ ის განცდა რაც ეხა შენ განიცადე მე ხო ამდენი ხანია ჩვენ ვისმენთ ერთმანეთს და გიყურებია კიდევაც და სანამ არ დაჯექი და არ შენ თვითონ არ შეიგზენი ძნელია ამ ყველაფრის ზუსტად გადმოტანა რა დამეთახმები იმაში რომ რაც აღნიშნეთ ეკიპირება შესაჩვევია იმიტომ რომ ძიმე ფეხსაცმელია ზომაც ანუ ისეთია რომ ხო ანუ ზომით მოცულობით დაწყებული მისაჩვევია რომ ანუ რბილად ვიხმაროთ მხრუჭი იქნება თუ მოსახვევში ხო აი პრობლემა მქონდა ზუსტად მე რა რომ ეხა შენ როგორც აღნიშნე პირველად იჯექი და ეს ყველაფერი ხვდები ალბათ რომ თუნდაც ნებისმიერ ხელთასთან ეხა პირველად რომ ვიკეთებთ ნუ მოთელვა უნდა რა შეჩვევი ვარ რა და როგორი მოსწავლე სხვათა შორის მინდა მართლა აღნიშნო იმიტომ რომ პირველ ეტაპზე რაც ეხა შენიარე მივხვდი რომ შენში დევს ისე დიდი ადრენალინის მოზღვავება, მაგრამ შენც მივხვდი ხო რომ აქ სწორი დაწყება და დაბალი ტემპით აიქამდე მისვლა ყველაზე ნამდვილია რა. ესე იგი ჩემი თავი მაყოფილი ვიყო ხო? კი, რა თქმა უნდა. ოღონდ მაყოფილი ვიქნები თუ კიდე რა თქმა უნდა და კიდე გვესტუმრები რა. აუცილებლად. აი მაყურებელს ვიდეოს რა არა ხარ ჩემთვის ყოველთვის და ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის ღიაა თქვენთვის და აი
არის ახლა გამოსასვლელი ჯერ არ არის. მაყურებელს მინდა უთხრა რომ ანუ ხშირად მე და ჩემ მეგობრებსაც აი ესეთი საუბარი გვაქვს ხოლმე რა აი სად წავიდეთ რაღაც ხვირა დღერო არის ხო სად გავერთოთ რაღაც კარტინგებზე ხო აი სულ ცითამაშებს მაგრამ აი ეს ხო მოგვეზრდა რა ყველას რა კარტინგების მაგირად ამოდი ძმაო აი აქ იარეთ საერთოდ სხვა შეგრძნებებს გაიტანთ აქიდან და საერთოდ სხვანაირად ბედნიერები წახვით რა მე ყველას ურჩევ რომ მე პირადად აქ კარტინგებზე აღარ ვივლი ვაფშე ჩემი სფერო არა კარტინგები მე მოტოები მიჩევნია რა და აი იდეალურია კაფეტია ძალიან მაგარი გასართობი არის ყველა მოდით აქ რავი რა გითხრა და რა საკიდან შეუძლია ხალხს რომ აი აქ მოიყვანონ თავიანთი მოკლედ აგრ განახეთ წეღანის პატარა იამახა 50 კუბიანი რომელიც არის გათვლილი და 5 წლის ბავშვიდან ჩვენ შეგვიძლია და ზოგადად სკოლაში 5-6 წლიდან ვიწყებთ როგორც სკოლაში მივიდა ბავშვი თუ რა თქმა უნდა მით უმეტეს ადრე შეხება აქ კარგად ვიცით ბავშვები როგორ ამარტივად ითვისებენ არ გვაქვს ასაკზე შეზღუდვა 5 წლიდან შეუძლია მივიღოთ მოწაფეები არ გვაქვს ასაკზე შეზღუდვა და არ გვაქვს სქესზე შეზღუდვა გოგო ბიჭი ყველა ამბობს ვისაც აი დრო მონდომება აქვს და ახალი განცდები უნდა რა ველოდებით ყველას მე ხშირად ნახავთ ხოლმე აქ ასე იმედია ესე იქნება და ივლისის ჩავარდნებს ამოვიღებ კი აუცილებლად ჩვენი ვიდეო დასრულს მივახლოვდა დიდი მადლობა იმისთვის რომ დარჩით ჩვენთან და ვიყურეთ ბოლომდე არხის გენერალური სპონსორი არის Total-100 არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო რომ არ გამოგრჩეთ სხვა საინტერესო ეპიზოდები მომავალ ხუთშაბათამდე